გეოპოლიტიკური დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული ომიდან გამომდინარე სულ უფრო იზრდება. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე პროცესებს საქართველოზე, რა მოსალოდნელი საფრთხეები არსებობს და რამდენადაა ქვეყანა მზად მათ გასამკლავებლად. ახლა მთავარი კითხვებია. საგანგებოდ მნიშვნელოვანი შუადარებანი, რომელიც აბსოლუტურად სტაბილური უნდა იყოს და ყველასგან დაცული უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ერთმანეთში რა ურთიერთობები და დამოკიდებულება აქვთ. ზუსტად ისეთი თუ არა მსგავსი იმისა, როგორც ფუნქციაც შვეიცარიას ჰქონდა. ოცნება თulis რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის პოლიტიკით უნდა იხელმძღვანელოს, თუმცა რამდენად ნეიტრალურია საქართველოს მთავრობის ეს განცხადება, თქვენ თავად განსაჯეთ. სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. საქართველოს მთავრობას სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. გასაკვირი ალბათ არც არის იმ ფონზე, როცა ირაკლი კობახიძე გასულ წელს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის, კიდევ სხვა დაჯგუფებების ხელმძღვანელებსა და ირანის რეჟიმის მოკავშირე სხვა ლიდერებთან ერთად ირანის პრეზიდენტის სამძიმარსა და შემდგომ უკვე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა. ოცნების პრიორიტეტები ამ ახალ მძიმე და მრავალშრიან კონფლიქტშიც სწორედ ასე დაალაგდა. პირველ რიგში ირანული რეჟიმისთვის ალი ხამენეის სიკვდილის მისამძიმრება, ხოლო ამის შემდგომ ისრაელის და სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის სოლიდარობის გამოცხადება. გამორჩოთ თუ შეგნებულად გამოტოვეს მხოლოდ ჩვენი დიდი ხნის, თუმცა ახლა უკვე ყოფილი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები. ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სამძიმარი ოცნებისგან მათ რატომღაც ვერ დაიმსახურეს. ძალიან პრიმიტიული განცხადებები ვნახე პარლამენტის თავმჯდომარის თავრობის ხელმძღვანელობის, რომ ჩვენ კარგად ვართ ირანთან. ხო, აი კობახიძე იყო. ეს არის ბოდიში სული უცოდინრობა. აი ასე დროს, როცა ომი მიმდინარეობს, ვინ სად იყო ან კობახიძე, რომელჯერ რაღაცეთი აღარ არის ცოცხალი ის ხალხი, ვისაც კობახიძე მაშინ გვერდით ედგა და ისინი განადგურებულები არიან სულ ყველა. ეს ყველაფერი გადადის მეშვიდე პლანზე. ახლა არის ქვეყნის ინტერესები. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე რა საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც თითქოს უშუალო კონფლიქტის ზონაში არ მდებარეობს, თუმცა ენერგეტიკული თუ სატრანზიტო თვალსაზრისით რეგიონალურ რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამაზე ექსპერტები ბევრს საუბრობენ. მთავარი საფრთხე კი, რომელსაც გამოყოფენ, მსოფლიოში სიგრძით მეორე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე შესაძლო დარტყმაა. აზერბაიჯანი არის მთავარი მიმწოდებელი ისრაელისთვის ნავთობის და ეს ნავთობსადენი ჩადის ჯეიჰანის პორტამდე და მე პორტიდან იტვირთება ტანკერები და შედის ისრაელში. ასევე ყაზახური ნავთობის ჩვენი გავლით შედის ისრაელამდე. ზოგადად რა თქმა უნდა თეორიული საფრთხე არსებობს, რომ ეს შეიძლება იყოს, მაგრამ ისიც უნდა აღენიშნოს, რომ ამ ნავთობსადენის ყველაზე მცირე მონაკვეთი გადის საქართველოს ტერიტორიაზე. ამ შესაძლო საფრთხეზე საერთაშორისო მედია უკვე რამდენიმე დღეა წერს, თუმცა გუშინ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანული ჯაშუშური ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე ტერორისტულ თავდასხმასა და დივერსიას გეგმავდა. აქ საყურადღებო კიდევ ერთი ფაქტორია. სამი ქვეყნიდან, რომლებზეც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გადის, ირანმა ორს უკვე შეუტია. ნატოს წევრ თურქეთსა და აზერბაიჯანს, რომელთაც საქართველოსგან განსხვავებით ძლიერი თავდაცვითი სისტემები გააჩნიათ. აზერბაიჯანის სუსის განცხადებითვე, სამიზნე ნავთობსადენის გარდა ასევე იყო ისრაელის საელჩო, სინაგოგა და ებრაული თემის ერთ-ერთი ლიდერი. ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერებები. სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რამდენად არის მზად ქვეყანა ასეთი ტიპის საფრთხეებისთვის. მშვიდობიანობის დროს რა შესაძლებლობებსაც ქმნი, იმით რეაგირებ კრიზისზე და როცა კრიზისი იწყება უკვე, იმ დროს ვერაფერს ახალს ვეღარ ქმნი, გააქვს ის შესაძლებლობები, რაც მანამდე შექმნი. იმის გამო, რომ ქვეყანას აქვს შეზღუდული თავდაცვის ბიუჯეტი, ის არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სუსტი ნებისმიერი შეიარაღების თვალსაზრისით, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების თვალსაზრისით. შეუდარებლად სუსტები ვართ იგივე აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით და რომ არაფერი თქვა თურქეთზე, რომელსაც პლუს არ დაგავიწყეთ, რომ ნატოს კოლ გაიცავს.
უსაფრთხოების სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კრიზისის პირობებში სახელმწიფოს წინასწარ მომზადებული უსაფრთხოების სისტემა უნდა ჰქონდეს. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კოტე კემულარია ამბობს, რომ ასეთ დროს სახელმწიფო წინასწარ უნდა გეგმავდეს კრიზისულ სცენარებს. მისი თქმით, აუცილებელია ეროვნული უშიშროების სისტემის გააქტიურება, მათ შორის იმ სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შეკრება, რომელიც ქართულმა ოცნებამ გასულ წელს უარგუმენტოდ გააუქმა. ირანი აცხადებს მე ვესვრი ყველა რომ ცეცხლი დავანთო აი ესე პირდაპირ ძახიან თან ამას ამბობენ რომ ეს ალი ხამენეის გეგმა იყო პრემიერმა შეკრიბოს ეს საბჭო მოიწვიოს ყველა მოусმინოს ყოველ საღამოს უნდა იკრიბებოდეს ახლა ეს საბჭო იმიტომ რომ საბჭო უსაფრთხოებისთვის არის და ახლა რომ საფრთხეა იმაზე მეტი რაღა უნდა იყოს ხო თავ შესაფარი სად არის მაინც არ უნდა ვთქვათ ასე დროს ადამიანები უწოდებ მათ თქვენი მეშვეობით რომ სატრაფოდ გააკეთონ ეს გააკეთონ მოსახლეობას უთხრან რომ ჩვენ ვართ ამ არეალში ნებისმიერი აი ეს განგაშები ალერტები რაც ქვეყნება ეს ზოლები იმ ზოლში ვართ ყველა ზოლში თქვენ წარმოიდგინეთ მორატორიუმი ძაღლების მოშენებაზე გრანტების კანონის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა სისტემური არაღიარების დასჯა ეს იმ არასრული საკანონმდებლო ცვლილებების ჩამონათვალია რომელზეც რეგიონში მიმდინარე კრიზისის ფონზე ქართულმა ოცნებამ იმუშავა ფაქტია რომ ივანიშვილის პარტია ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ნაცვლად უშინაარსო ნეიტრალიტეტის ნარატივით მოსკოვი პეკინი თეირანის კურსს ირჩევს